Parlamentan ისევ შიმშილობენ საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილია კარვებიც პროტესტის უკიდურეს ფორმას პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ. Როგორ გრძნობენ ისინი თავს უფრო მეც ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება. ნუცა გისმენთ. გიორგი რუსთაველის გამზირზე ზუსტად პარლამენტის შენობის წინ კარვებში 8 ადამიანი უკვე მე-20 დღე არად შიმშილობს. მათი განცხადებით ეს არის პროტესტის ფორმა, რომლითაც მოითხოვენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას. 20 დღე გავიდა, რაც შიმშილობენ ეს ადამიანები, მათი თქმით თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ამ დრომდე 24 საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ არის მობილიზებული იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება იქნება, რომ გაუწიონ პირველადი დახმარება ადამიანებს, რომლებიც 20 დღეა შიმშილობენ. მათ უწევთ, რომ თავად გამოიძახონ სასწრაფო დახმარების მანქანა ყოველდღიურად იმისათვის, რომ შეიმოწმონ პარამეტრები და გაიგონ როგორი არის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უფრო მეც თუ როგორ გრძნობენ ამ ეტაპისათვის თავს გავიგებთ თავად მოშიმშილეებისაგან. გედევან ფოფხაძე არის აქ ჩვენთან ერთად, როგორც გითხარით, 8 ადამიანი შიმშილობს რუსთაველის გამზირზე. მოგესალმებით ბატონო გედი, გითხარით პირველ რიგში როგორ გრძნობთ თავს და შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენი 20 დღიანი ამ პროტესტის უკიდურესი ფორმის შემდეგ? ჯანმრთელობის ბუნებრივი ახლა 20 დღე რო შიმშილობ რაღაცა აისახება ეს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს 24 საათიანი პროტესტი პოლიტიკურად იყო სწორი. ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვაყენებთ, რომ ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება ქვეყანა დააბრუნოს ნორმალურ პოლიტიკურ განვითარების ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში. სხვა შემთხვევაში მორალურადაც საზოგადოება და ქვეყანა ძალზე ზარალდება, იმით რომ უკანონო პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები იმყოფებიან საჯარო ასრულების დაწესებულებაში და ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც მიდის იზოლაციისაკენ. ჩვენ ამას უნდა დავაპირისპირდეთ 24 საათიანი პროტესტი. აი ამის მიზეზი იყო სწორედ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ შიმშილობის აქცია დაგვეწყო და 24 საათიან რეჟიმში გაგვიპროტესტებინა ის რეალობა, რაც არის. გუშინ ჩვენ აქ ხელმოწერების შეგროვებას დავიწყეთ არაბული კომპანიის ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით. ამასაც 24 საათის მანძილზე ვაკეთებთ და ვისაც ექნება სურვილი შეუძლია მოვიდეს და ჩვენთან ხელი მოაწეროს. ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ ყავს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის იზოლაციისაკენ წამყვანი, დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ და ბრძოლა ამ შემთხვევაში უნდა იყოს 24 საათიანი. ბატონო გედევან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების პირობებში თქვენს პირადად შიმშილობთ და ამ აქტით აპროტესტებთ ქართული ოცნების რუსულ ქმედებებს. სხვა შემთხვევებში რუსთაველის გამზირზე ყოველთვის იყო ხოლმე მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანა, მაინც საჭიროების შემთხვევაში რომ დაგხმარებოდათ. ახლა 20 დღის განმავლობაში ჩვენ ვერ ვხედავთ აქ ვერც სასწრაფო დახმარების მანქანას და გიწევთ ხოლმე თქვენ რომ გამოიძახოთ. აი ამაზე რა შეგიძლიათ გითხრათ? არის თუ არა სრული იგნორირება ეს ქართული ოცნების მხრიდან? ეს არის უბრალოდ იმისი მაჩვენებელი, რომ ისინი როგორც დე-ფაქტო ხელისუფლებას თავის მოვალეობებს არ ასრულებენ, იმიტომ რომ მათ რა თქმა უნდა შეიძლება არ მოწონდეთ ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ აქვთ ჰუმანიტარული ვალდებულება, როგორც დე-ფაქტო ხელისუფლებას. მათ აი ამ ვალდებულების შესრულებას არ უნდათ, თორემ მე ახლა 2016 წელს როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი უადო პატიმრებს შეხვდი, როცა ისინი შიმშილობდნენ და კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მოშიმშილეს უნდა ხდებოდეს და მასთან უნდა ქონდეს კომუნიკაცია, არ უნდა არსებობდეს, მაგრამ როგორც ჩანს ჰუმანიზმის პრინციპები ამ ხელისუფლებისთვის ძალიან შორსაა. მადლობა ძალიან დიდი გედევან ფოფხაძეს უსმენთ. დარეჯან ცხვიტარია არის ასევე ჩვენთან ერთად. მასაც დაუსვამთ შეკითხვებს. მოგესალმებით ქალბატონ დარეჯან. პირველ რიგში გითხარით თქვენს როგორ გრძნობთ თავს და გითხარით თქვენი საპროტესტო აქტით რა არის მთავარი სათქმელი, მთავარი მოთხოვნა და რას ეუბნებით ამით საზოგადოებას? ჩვენ ხედავთ რომ 20 დღის განმავლობაში 24 საათი ხართ პარლამენტის წინ ზუსტად და მიმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას.
ჯანმრთელობის მდგომარეობით გითხრათ, ხო, რაღაც ცვლილებები არის, რა თქმა უნდა. მე ხა ზოგჯერ შაქარი ვარდება, ზოგჯერ წნევა იწევს, ზოგჯერ და ნუ რაღაც ისე ცვლილებები არის, მაგრამ ხნედ ვართ მაინც, იმიტომ რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ჭაობში ვართ. ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც რუსულ ორბიტაზე აბრუნებს საქართველოს, იზოლაციაში ამყოფებს საქართველოს და თავიანთ ინტერესებს ატარებენ მხოლოდ და მხოლოდ. აი კორუფციაშია ჩაფლული თავიდან ბოლომდე, კორუმპირებულები ოჯახებიდან გამოიტანეს მზოდებით და მილიონობით თანხა, მაგრამ თავისუფლები არიან, ვინაიდან აი ესეთ პირობებში, ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეხლა საზოგადოებას მიმართავ, რომ თუ ეს არის მოსაწონი, მაშინ გავჩერდეთ და არ ვიბრძოლოთ, მაგრამ თუ არ არის მოსაწონი, იმ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ ყველა გარეთ. აი ვინც არ ყოფილა არასდროს, ვისთვისაც მისაღები იყო დაუშვათ გუშინ ქართული ოცნება, დღეს რო ხედავს, რომ ქვეყანა თავზე დაგვამხვეს, სახში ჯდომის დრო არის, ეხლა გამოვიდეს ყველა და მიიღოს ამ პროცესის თანამონაწილე გახდეს. ჩვენ ხო ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით, ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით. იმით რატო გვინდა ჩვენ ევროპა, იმიტომ რომ იქ ადამიანის უფლებები დაცულია, იქ კანონი კანონობს, კანონის უზენაესობა, ხელფასია, პენსია, ყველაფერი ნორმალურია და იმიტომ არის ჩვენი ოჯახი, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ოჯახი იმ ოჯახის ნაწილი უნდა გავხდეთ და ამის ყველაფრის შემაფერხებელი არის დღევანდელი უკანონო მითვისებული რო აქვს, მიტაცებული რო აქვს ხელისუფლება ეს ადამიანები და აი უდანაშაულო ხალხი, პოლიტიკური პატიმრები, უდანაშაულო სინდისის პატიმრები, აი უამრავი ხალხი როზის ციხეში არ გვაქვს ჩვენ უფლება რომ გავშევით. აი მაშინ უსამართლობას უნდა გაუსწორო თვალი და უსამართლობის თვალის გასწორება ეს დანაშაულია, მე ასე ვფიქრობ და ნუ დანაშაულს ნუ დავამატებთ და ვიბრძოლოთ სანამ შევძლებთ, სანამ სული გვაქვს პირში. ჩვენ მაგალითად ამ გადაწყვეტილებას არ გადაუხვევთ, ვიბრძოლებთ სანამ შეგვეძლება და სანამ სული გვექნება პირში და ეხლა 28-ში უნდა იქნეს 1 წლისთავია და უზარმაზარი აქცია და ყველას მოუწოდებ რომ აუცილებლად გამოვიდეს ყველა. დიდი მადლობა და რეჯენ ცხვიტარიას უსმენთ კოალიცია ცვლილებისთვის. ერთ-ერთ წევრს ისიც მე-20 დღეა რუსთაველის გამზირზე შიმშილობს, მოისმინეთ მათი პოზიციები. 20 დღეა რაც ეს ადამიანები უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების რუსულ ხელისუფლებას და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას, ასევე სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, როგორც მოისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ ახლა არგუმენტების ნაცვლად რუსულ რეჟიმს უნდა დაუპირისპირონ ქმედება, სწორედ ამას ეხმაურება 24 საათიანი საპროტესტო აქტი შიმშილობის სახით რუსთაველის გამზირზე.